სამართლის თემატიკა დღეს არის განსაკუთრებით აქტუალური. ადამიანები აღმოჩნდნენ სასამართლო დარბაზებში და ყოველდღე ვუყურებთ სასამართლო პროცესებს, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ რაც მიმდინარეობს, ისეთ პროცესებს, რომელზეც ეს ადამიანები ვერც კი წარმოიდგენენ, რომ სასამართლოში მოხდებოდნენ, იმიტომ რომ მათი ყოველდღიური ცხოვრება იყო, ისინი არ არიან კანონდამრღვევები, ჩვეულებრივ ვითარებაში წესით მათ მიმართ რაიმე სისხლის ან ადმინისტრაციული პროცედურები არ უნდა მიმდინარეობდეს, მათ თავად არ მიუმართავთ სასამართლოსთვის და არ დასჭირვებიათ სასამართლო სერვისი, ასე ვთქვათ. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კანონმორჩილი ადამიანები არიან და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდნენ ამ პროცესში საკუთარი უფლება გამოეყენებინათ, ხო, ამ შემთხვევაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ისინი აღმოჩნდნენ სასამართლო დარბაზში, მოსამართლის წინაშე და მათ სახელმწიფო ედავება კანონდარღვევას. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით საინტერესო არის, როგორ ხდება, რომ ჩვენ ვუყურებთ იმას, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ, რომ აი არ არის დამაჯერებელი ის გადაწყვეტილებები, რასაც მოსამართლეები იღებენ. მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. გნებავთ მზია-ამაღლობელის საქმე რომ ავიღოთ, არავითარი სამართლებრივი საფუძველი, ეხლა ძალიან სამართლებრივ შეფასებაშიც რომ შევიდეთ, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს მისი წინასწარ-პატიმრობაში ყოფნის აი ამ ეტაპზე. და ის მაინც რჩება წინასწარ-პატიმრობაში. ანალოგიურად სხვა დაკავებულების საქმეები, პროტესტის მონაწილეების, რომლებიც თითქოს ძალიან მშვიდად წყნარად საკუთარი უფლების რეალიზებას ახორციელებდნენ და ამ დროს მათ სახელმწიფო ედავება გარკვეულ დარღვევას და სასამართლო მთელ რიგ საკითხებზე ჩვენ ვხედავთ, რომ თვალს ხუჭავს. როგორ არის ეს შესაძლებელი? ერთ-ერთი მექანიზმი არის სწორედ ეს, როდესაც არ არსებობს სისტემა საქმეთა მართვის და მოსამართლეს არ აქვს გავლენა და კონტროლი, რა საქმეები განიხილოს პრიორიტეტულად, რომელი საქმეები რა ვადაში დაასრულოს,